საქართველოს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩასატარებლად ემზადება 7 თვეში თბილისის საბავშვო ევროვიზიას კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. ოფიციალური განცხადება დღეს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაკეთდა. 2017 წლის შემდეგ ეს იქნება უკვე მეორე შემთხვევა, როცა კონკურსი საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილად ახალი სპორტის სასახლის დარბაზია შერჩეული. 13 დეკემბერს სანახაობრივი და მასშტაბური შოუს მოწყობაა დაანონსებული. კონკურსისთვის თბილის 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრებიან. საბავშვო ევროვიზიის კიდევ ერთხელ მასპინძლობის უფლება ჩვენმა ქვეყანამ 16 ნოემბერს მოიპოვა, როცა მადრიდში გამართულ კონკურსზე ქართველმა კონკურსანტმა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ რეკორდული მაჩვენებლით 299 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე უკვე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. სიმღერა დედას ანდრიამ ესპანეთის შემდეგ დღეს შვეიცარიაში შეასრულა. ქალაქ ბაზელში გამართული კულტურის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება და მილოცვა ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან. რა ელოდება მაყურებელს 13 დეკემბერს და როგორ ემზადება საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურსის მასპინძლობისთვის. ბაზელიდან მარიკა შალიკაშვილი გვერდება. საქართველოს კულტურის დღე ბაზელში, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და სწორედ სადღესასწაულო მიღებაზე საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წელს საბავშვო ევროვიზიას სწორედ საქართველო უმასპინძლებს და გრანდიოზული ფინალი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. დღევანდელ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ანდრია ფუტკარაძე, მან გამარჯვებული სიმღერა თუ მაი მომ ანუ დედას შეასრულა, რომლითაც გასულ წელს მადრიდში გამარჯვება მოუტანა საქართველოს. ეს არის ჩვენი მეოთხე გამარჯვება, რეკორდსმენები ვართ ჩვენ კონკურსის და ასევე საქართველოს უკვე მეორედ უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიის კონკურსს და მოდით ნახოთ თუ რა ხდებოდა დღეს სადღესასწაულო მიღებაზე. ქალაქ ბაზელში, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 2025 წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მასპინძელი ქვეყანა იქნება. ანდრია ფუტკარაძის მიერ მადრიდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჩვენს ქვეყანას მეორედ მიეცა შესაძლებლობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საბავშვო კონკურსი თბილისში ჩაატაროს. მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა შვეიცარიაში შოთა გეწაძემ და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა, ნამდვილი ქართული კულტურის დღე და განსაკუთრებული მადლობა ჩვენ საელჩოს შვეიცარიაში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და კულტურის სამინისტროს. ვფიქრობ, რომ ქართული კულტურის წარმოჩენისთვის ეს არის საუკეთესო საშუალება. ევროვიზია სწორედ ამისთვის არის შექმნილი, რომ ყველამ თავისი დროშა ძალიან მაღლა აფრიალოს და თავისი ქვეყნით იყოს ძალიან ამაყი. რაც შეეხება დღევანდელ მნიშვნელოვან განცხადებას, მე ვარ ძალიან ამაყი, რომ 2025 წელს საქართველოს უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიას. ეს იქნება 13 დეკემბერი, საახალწლო გარემო, ძალიან ბევრი ბავშვი, მხიარულება და რაც თავარია, ერთმანეთის სიყვარული. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ბაზელში, ქართული კულტურის დღე. დღეს ჩვენ წარვადგინეთ ევროვიზიის ქართველი მონაწილე მარიამ შენგელია და ასევე გამოცხადდა ოფიციალურად საქართველოს როგორც საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოს საელჩომ შვეიცარიაში, ასევე კულტურის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დღის ორგანიზებისათვის და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა. მონაწილეები, განსაკუთრებით ჩვენი უცხოელი სტუმრები და პარტნიორები ძალიან კმაყოფილები არიან, ვინაიდან დღე მართლაც წარმატებით ჩაიარა. საქართველოს საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობა მიულოცა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებული ქვეყანაა საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში, გამარჯვების 4-ჯერ მოპოვებით. ბაზელში გამართული ქართული კულტურის დღის ერთ-ერთი სტუმარი სწორედ გასული წლის გამარჯვებული იყო. ანდრია ფუტკარაძემ ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული სიმღერა დედას თუ მაი მამ შეასრულა, რის შემდეგაც სცენაზე გამოვიდა ევროვიზია 2025-ის ქართველი კონკურსანტი მარიამ შენგელია. სიმღერა Freedom, ანუ თავისუფლება, მან ანდრია ფუტკარაძესთან დუეტში შეასრულა. მოწვეული სტუმრებისთვის ანსამბლ ერისიონის მოცეკვავეებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს. ქართულმა ცეკვამ დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ ერთხელ მოუტანა გამარჯვება.
საბავშვო ევროვიზია ჩაატარდება თბილისში. დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება რომ შემესრულებინათ ჩემი სიმღერა. დღეს ბაზელში ჩავატარეთ ქართული კულტურის დღე და დიდი მადლობა მინდა უთხრა საელჩოს ჩვენი ასეთი მიღებისთვის. ჩემი საკონკურსო სიმღერა ჩავასრულე უკვე გამარჯვებულ ანდრია ფუტკარაძესთან ერთადაც. ჩამოვიდა ჩემთვის რომ მიგულშემატკივროს. ზეგ გვაქვს უკვე გამოსვლა, ძალიან ღელოთ და ნერვიულობთ, თუმცა ძალიან დიდი შემართებით ვართ და ვისარგებლებ შემთხვევით და ვეტყვი ჩვენს მაყურებელსაც რომ მიგულშემატკივრონ 15 მაისს. სადღესასწაულო მიღებაზე შვეიცარიელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ვიდეო რგოლი საქართველოზე და ასევე გაეხსენებინათ ქვეყნის წარმატებული ისტორია საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე, სადაც ქვეყანას რეკორდული რაოდენობის 4 მოგება აქვს. საქართველო გახდა გამარჯვებული უკვე მე-4-ე საბავშვო ევროვიზიის და ჩვენ მოვიპოვეთ მასპინძლობის უფლება. შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში დღეს შედგა სწორედ ამ თარიღის საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობის პრეზენტაციაც შეიძლება ითქვას. უკვე ცნობილია თარიღი, რომ 13 დეკემბერს საქართველო, კერძოდ კი ქალაქი თბილისი უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიას. მოგეხსენებათ, მასპინძლობა ქართველებს არ გვეშლება და დარწმუნებულები ვართ, რომ უკვე მეორედ გავხდებით საბავშვო ევროვიზიის მასპინძლები თბილისში და ეს იქნება საუკეთესო ევროვიზია. მთელი ევროპა ჩამოვა საქართველოში, ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც ყოველწლიურად დადიან ევროვიზიას და მონაწილეობას იღებენ ყველაზე მასშტაბურ კონკურსში. დღეს სწორედ აქ ქართული კულტურის დღეებზე, რომელიც ქალაქ ბაზელში გაიმართა, მოიყარეს თავი, გაეცნენ ჩვენი მასპინძლობის გეგმას და ძალიან მოხარულები არიან, რომ მონაწილეობას მიიღებენ. საქართველოში კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ საბავშვო ევროვიზია და ღირსეულად უმასპინძლოთ მთელ ევროპას. ბოლო 16-17 წლის განმავლობაში, რაც საქართველო პირველად გახდა მონაწილე საბავშვო ევროვიზიის კონკურსის, საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროპის ქვეყნებში ამ კონკურსზე. ყველაზე მეტი გამარჯვება და ყველაზე სერიოზული შედეგები აქვს, როგორც იცით, წინა წელს ჩვენმა ანდრია ფუტკარაძემ მოიპოვა რეკორდული ქულებით გამარჯვება, რომელიც არ დაფიქსირებულა ესეთი და ასევე საქართველომ შესაბამისად მოიპოვა აღნიშნული კონკურსის 2025 წელს ჩატარების უფლება, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება. მინიმუმ 12, მაქსიმუმ 20 ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვლენთ საქართველოში. აღნიშნული გაიმართება ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში. გვექნება გრანდიოზული შოუ, ამას ერთობლივად ვაორგანიზებთ, რასაკვირველია და ასევე იქნებიან 100 ჟურნალისტი ჩამოვა საქართველოში, ასევე 10 დღით ადრე ეწვევიან მონაწილეები თავის გუნდებთან ერთად, შემადგენლობებთან ერთად საქართველოს, მათ ექნებათ საშუალება გაიცნონ კიდევ უფრო კარგად ჩვენი ქვეყანა, ეზიარონ ჩვენს კულტურას და ნამდვილად დაუვიწყარი შოუ ველოდება ქართულ მაყურებელს. სადღესასწაულო მიღების დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინოც დაეგემოვნებინათ. საბავშვო ევროვიზიის ფინალი თბილისში 13 დეკემბერს გაიმართება.